მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე თენგო ომანიძე ვარ, ეს არის გადაცემა ახალი პარადიგმა. დღეს ცოტა არატრადიციულ დროს გვიწევს ეთერში გასვლა, თუმცა 9 საათზე შემოგვიერთდება დავით ახვლედიანი, რომელსაც ასევე ძალიან საინტერესო გადაცემა ექნება. დღეს კი ჩვენთან სტუმრად არის პარტია მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი კახა ძაგანია. დიდი მადლობა ბატონ კახა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ კახა, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს მინდა ძირითადი დრო დავუთმოთ, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ეს მოვლენა გარკვეულწილად არის კონტექსტში, საქართველოს კონტექსტიდან რო განვიხილოთ რა საკურველია, იმიტომ რომ უშუალოდ ახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მის მომავალზეც. ტრამპის და პუტინის შესაძლო შეთანხმება, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის შესაძლო შეთანხმება ძალიან ახლოს არიან ქვეყნები შეთანხმებასთან, რაც რა თქმა უნდა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ შეიძლება მართლაც მშვიდობა უკრაინაში იყოს უკვე ძალიან მოახლოებული. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ, რა განცდა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, როგორი არის თქვენი ანალიზი? გუშინ მოვისმინეთ ვლადიმერ პუტინის პასუხი, რომელმაც თქვა, რომ ის თანახმაა, რომ შეწყდეს ცეცხლი, თუმცა გარკვეული პირობები დაასახელა და უმთავრესი ამ ყველაფრიდან არის, რომ ცეცხლის შეწყვეტას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს თუ აღმოიფხვრება ძირეული საკითხები, ძირეული პრობლემები, რამაც გამოიწვიაო შემდგომ კონფლიქტი. ჩვენ ვიცით რა არის ეს ძირეული საკითხები, ეს არის უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი. და ამ კონტექსტში ალბათ საქართველოსთვისაც ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ 30 წელია ჩვენს ასე ვთქვათ კონსტიტუციაში გვიწერია საერთოდ ნატოში ინტეგრაციის საკითხი. საინტერესოა თქვენი მოსაზრებები. რასთან გვაქვს საქმე, მართლაც ახლოს არის თუ არა სამყარო მშვიდობასთან? დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. საინტერესო საკითხზე მოგვიწევს საუბარი. დავიწყებ იმითი, რომ პირველ რიგში საჭიროა, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერებმა, უნდა გაითავისონ ის, რომ პირველ რიგში ყველა პოლიტიკოსი და ყველა სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს თავისი ქვეყნის ქვეყანაზე და შემდეგ ამ თავისი ქვეყნიდან გამოდის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს შესაბამისად. აი ეს ორი რამე აქვს გასათავისებელი, ერთია ეს საკითხია გასათავისებელი და მეორე აუცილებელი კიდე ერთი ბატონო თენგო, რომ საქართველოს არ არის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლის გაკეთებული პოლიტიკაც რაღაცა გავლენა ახდენს, რაღაცნაირად გავლენას ახდენს სოფლიო პოლიტიკაზე. არ ვართ ისეთი ძლიერები, ხომ უნდა შევხედოთ არა? სინამდვილეს გაუსწოროთ რეალობას თვალი. ანუ ჩვენ პოლიტიკოსებს აი ეს ორი რამე ჯერ ვერ გაუგიათ და თვლიან რომ პირველი ის რომ მათი მხარდამჭერა რომელიღაცა პოლიტიკურ მიმართულებაზე ან ლიბერალურ მსოფლიო ტრენდზე და მიმართულებაზე აი ეს ულტრალიბერალურზე რომელიც ულტრამემარცხენეებიან და სხვათა შორის მე ძალიან მწყინს იმიტომ რომ მე თვითონ მემარცხენე მიმართულება მაქვს დისკრედიტაცია მოახდინეს ხო აი პრაქტიკულად ხო თორე ესენი ულტრალიბერალები არიან ულტრამემარცხენეები ულტრალიბერალები ამიტომ პრაქტიკულად დისკრედიტაცია მოახდინეს აი მართლა იმ დიდი ძალიან საინტერესო ევროპული სოციალიზმის რომელიც მართლა მშვიდობაზე მეგობრობაზე თანასწორობაზე და ძმობაზე იყო აგებული ხო ფრანტერიტე ეგალიტე ლიბერტე აი ეს ფრანგული ეს ლოზუნგები და აი პრაქტიკულად გადააგდეს და რაღაც სიმახინჯეში გადაიტანეს ხო ერთი ესა და მეორე ის რომ ამათ გონიათ ამ იმათ რომ მათი ეს გამოსვლები და ეს რაღაც აი ჩართულობა ხო არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფლიო პოლიტიკისაც არა და აი ჭანჭიკებიც არ არიან ამ დროს სოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით და გონია ძალიან დიდ რაღაცა იმას აკეთებენ და ასევე თავიანთი თითქოს თავისი ქვეყნის ინტერესი უკანა პლანზე აქვს გადაწეული და აი რაღაცა სოფლიო აი ტრენდში არიან ჩართულები და აი ამ სოფლიო იმას არიან აყოლილები და ცივილიზაციას წარმოადგენენ და მათი იმ ჯარისკაცები არიან ამ დასავლური ახალი ცივილიზაციის თორე ეს ძველის კი არა რეალურის აი ახალი რაღაცა ცივილიზაციის ჯარისკაცები არიან და ესენი გონიათ რომ ისა ნუ სასაცილოა მაგრამ საშიში ხდება ხშირ შემთხვევაში ხო აგერ ჩვენ უყურებდით ამ ცოტა ხნის წინ რა დღეში იყვნენ პრაქტიკულად თან აგრესიულები არიან თან
კანონის ზღვარზე დადიან მხარდამჭერა აქვს მე დასავლეთისგან და აი ამ ჯგუფისგან და ამ პოლიტიკოსებისგან ეხლა deep state-ზე ვითომ საცინად იგდებდნენ ხო ეს ეგრეთ წოდებული ეს ლიბერალური ჟურნალისტები და ისინი მაგრამ აგერ გამოდის ეხლა ტრამპი თუ იძახის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება და მათი სპეცსამსახურები და ესენი თუ იძახიან რომ არსებობს deep state და არსებობს ის რაღაცა მიმართულება რომელიც მზად არის ტერორიზმითაც კი თავისი ეს პოლიტიკა ისაკნას ხო და უზარმაზარი ფულის მატარებელია და უზარმაზარი რესურსის მატარებელია ეს deep state თავისი მოსყიდვებით, მკვლელობებით და ასე შემდეგ მე მგონი რომ სასაცილო არ არის ნამდვილად და აი ვინც ამას ესეთი რაღაცით უყურებს ეხლა ესეც რაღაც ფორმაა რომ ვითომ აბუჩად იგდებენ და საცინად იმაშვებიან მაგრამ ნუ რეალობა ესეთია მადლობა ღმერთს რომ საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ დაინახა სინამდვილე რომ არსებობს მართლა deep state და არჩევნებში შედეგი იყო ისეთი როგორიც იყო კი ამბობენ რომ გაჟონაო მაგრამ გაჟონვა 300,000 გაჟონვაო და გაჟონვით ხა თელია იმიტომაც ვერ დააყენეს შედეგი თორე მართლა რომ ყოფილიყო გაყალბების ესეთი მასშტაბები რომელსაც თვითონ ამბობენ გამორიცხულია გადაუვლიდა ხალხი და საზოგადოება ხელისუფლებას კაცო რა გამოცდილება არა გვაქვს საქართველოში თუ სხვა ქვეყნებში და მეზობელ ქვეყნებში ხალხი გადაუვლიდა უბრალოდ საზოგადოების ის ნაწილი არ იყო ართულიდა რომ თქვათ გაყალბების ის დონე იყო რომელიც წარმოჩენაც უნდა ოპოზიციურ პარტიებს და მეტიც სასამართლოებში ვერ მიიტანეს ახლა ახალგაზრდა იურისტები პოლიტიკა მოგწონს თუ არ მოგწონს ერთია მაგრამ კარგი იურისტები არიან და კვალიფიკაციასთან არავის არ აქვს მაგათთან პრობლემა კი ნამდვილად არავის არ კითხვები ნამდვილად არავის არ აქვს მაგრამ და ამიტომ სასამართლოში რო შეიტანეს ვერაფერი ვერ შეიტანეს გაჟონვის მეტი სხვა მტკიცებულება ვერ შეიტანეს არჩევნების გაყალბების და შესაბამისად არჩევნების გაუქმების თან დაკავშირებულ სარჩელზე მარტო გაჟონვაო და ეგ იყო მთელი მტკიცებულებები კი ხდებოდა რაღაც პატარ-პატარა ლოკალურები მაგრამ რაღაც საქართველოში მეც როგორ შეიძლება ადვოკატად გამოვიდე თქვა რომ არ გაყალბებულა არჩევნები მე თვითონ ყოფილვარ ჩართული ბოლო 10 წელია უფრო მეტი ყველა არჩევნებში და ხდება საქართველოში არის ეგ პრობლემა არა მარტო საქართველოში დასავლეთში ამას არ მტკიცების სტანდარტი კაცო უნდა წარმოადგინო მტკიცებულება ეხლა რა ვიცი ეგრეა სამართალწარმოება ეგრე ხდება რომ ხო კი ცდილობენ სხვათა შორის აი ამ ულტრალიბერალების ის არის რომ თითქოს ამბობენ რომ შეგრძნებებით უნდა და აღქმებით ხო სასამართლოს სამწუხაროდ ეგ არ მუშაობს არც არ მუშაობს კაც როგორ შეიძლება მე აღვიქვა შავი ფერი თეთრფერად და ვამტკიცო რომ თეთრი ფერია და გიმტკიცოთ რომ არა მე ესე აღვიქავ და ესე იგი თეთრია ანუ მე აღვიქავ რომ გამოდიან ხო იცი რაღაც ანეკდოტად არის რომ მე აღვიქავ რომ ირემი ვარო და მეორე მესროლა მე კიდე სანადიროს ხო მონადირო სანადირო ის არის გახსნილი ანუ რაღაც კომედიურ ჟანრში მაგრამ საშიში კომედიურ იმიტომ რომ ზედმეტად აგრესიულები არიან და ესეც მათი ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ მთავარი კითხვა რა თქვენ დასვით მშვიდობისკენ მივდივარ თუ არა აი ახლა ნახეთ რა ორი მომენტი მინდა ისაუქრა ერთი მომენტი რომელიც ამ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა თანდასწრებით მოხდა თეთრ სახლში და თეთრი სახლი მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ეს უბრალოდ შენობა არ არის და უბრალოდ პრეზიდენტის ოთახი არ არის ეს არის ამერიკელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს დემოკრატია თუ რესპუბლიკელი საკრალური ადგილია მათი სიძლიერის ადგილია და თუ აი უბრალოდ რომ დააკვირდეთ ესე იგი ჰოლივუდის ფილმებსაც ხო ყველაფერი აშარჟებენ აშაყირებენ პრეზიდენტებს იმას რა ქვია პოლიციელებს, სენატორებს, დიპლომატებს, ანუ ყველაფერს და ყველას გარდა მოსამართლეებისა და გარდა აი ამ თეთრი სახლის მართალბიზნესები. ხო, აი თუ დააკვირდები მართლა ესე, იმიტომ სიძლიერე, ანუ ამერიკის სიძლიერე არის სასამართლო და მოსამართლე და არასდროს აი მე არ შემხვედრია ჰოლივუდის მაშინ რომ აშაყირებდნენ და რომ რაღაც იმას ჩირკს ხებდნენ, თუნდაც აი ჰოლივუდის და აი ამ თეთრ სახლის და მის შენობას და აი რაღაც საკრალური პირიქით. სუ ის არის რომ აი ამ შენობას აქვს ქვედა რაღაც ტუნელები და რაღაც და რომაელებისთვის რაც იყო პალატინის ბორცვი. ხო, აი
დაახლოებით ეგ არის. ამიტომაც აი კაპიტოლიუმის ხოლმიც და ისიც და იქ ლინკოლნის ძეგლი ესეთი დიდი მასიური და რაღაც. სხვათა შორის ადრე გახსოვს კომუნისტები გვასწავლდნენ რომ ეკლესიებს ესე დიდსო იმიტომ აშენებდნენ რომ ძველათო შენ გახსოვს მე სამყარო არ გახსოვს. ხო გვეუბნებოდნენ რომ იმიტომ რომ ესე ეფექტი ქონოდაო რა ანუ გლეხებისთვისო და მუშებისთვისო ეფექტი ქონოდაო ამ დიდ სიმდიდრეს და ძლევამოსილებას და უზარმაზარ თაღებს და ამ ხა რუსეთში მოოქროვილი გუმბათები ქონდა მართლმადიდებულ ეკლესიას და ანუ ისე ეფექტი სიძლიერის ქონოდაო და პრინციპში რაღაცა დოზით მართლები არიან იმ გაგებით რომ ამ ნაწილში აი თუნდაც ეს ლინკოლნის ეს რო ზის უზარმაზარი ამერიკის პრეზიდენტი სხვა შორის მართლა ერთ-ერთი უძლიერეს პრეზიდენტი იყო აბრაჰამ ლინკოლნი დღეს რო ცოცხალი ყოფილიყო აბრაჰამ ლინკოლნი ალბათ კაცის აფლავში ტრიალებს რაც ხდებოდა ტრამპამდე ხო აი ეს დამოკიდებულება რაც იყო საერთოდ სოფლიოში რა მიმდინარეობაც მიდიოდა მიუხედავად იმისა რომ აბრაჰამ ლინკოლნი იყო ვინც მონობა სამოქალაქო ომირაზეც მოხდა და მონებისგან ხო სამხრეთ ისა ანუ მაგრამ მიუხედავად ამისა აი ამ სიმახინჯეს დარწმუნებული ვარ წინააღმდეგი იქნებოდა და მისთვის იქნებოდა ძალიან მიუღებელი და გაუგონარი და ამ ადგილას ნახეთ რა გააკეთა ესე იგი ამერიკის პრეზიდენტმა დაიწყო კამათი. თან ისეთ მომენტში დაიწყო კამათი საკამათოც არ იყო. ანუ თუ გახსოვთ მოსახლეობას მინდა მაყურებელს მინდა გავახსენო. ერთი 9 საათი 40 წუთი მიდიოდა ზოგადი საუბარი მერე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იძახის რომ აი ესე იგიო აქამდეო იყო ბაიდენიო და ნუ ვერაფერი ვერ გააკეთაო და აი ბაიდენის პოლიტიკამო მარტო ტრიბუნასთან იდგაო და მისმა ამ პოლიტიკამო მისცა რუსებსო იმის საშუალებაო რომ ნახევარი უკრაინა გაენადგურებინათო და დაეპყროთო და ამიტომო ეხლა ჩვენ ვაპირებთო დიპლომატიური გზითო წავიდეთო და მოვაგვაროთ ეს საკითხებიო და უცბად სიტყვა მომეცითო შეიძლება ავიღო კი ბატონო თქვიო და ეგ ჩაულე პირიქით ისე მიდიოდა ლაპარაკი რომ მეგონა რომ აბა დიახ გეთანხმებით სიტყოდა და ამის მაგირად რაო ბიჭოვო აი რო გადმოთარგმნოთ ეხლა დიპლომატიური ენა მოგეხსენებათ სხვა ენა. აი რაც თქვა მან დიპლომატიური ენიდან ჩვეულებრივ ენაზე რო გადმოთარგმნო, აი მაგას ნიშნავდა რაო ბიჭო რა ის დიპლომატია და რა დიპლომატია და აზე მოდი იყო მისი ეს ნათქვამი. რომ ვისთან დიპლომატიაო გადამგდებთან და იმასთანო და ეს და უცბად შეცვნენ და ეუბნებიან შენ რატონით ლაპარაკობო აქო თან სტუმარი ხარო თან თეთსახშიო თან იმას ელაპარაკებიო ვინც უნდა გიშველოსო და აქო გვეკაჩავებიო აი ეს ლაპარაკი იყო რა მაგრამ რატო გააკეთა ხო ფიქრობდი რომ მე თქვი რატო გააკეთა ეხლა ზუსტად ვიცოდი აი ეს რაც დღეს ხდება ზუსტად ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა ანუ ეხა რამოდენიმე დღეში უცბად ბოდიშები მოიხადა და პირიქით თხოვს რომ ემზადავარო რომ ხელი მოვაწერო ესე იგი ამ იმას რა ქვია შეთანხმებას ყველაფერზე ზადავარო და ბოდიშები მოხდა ზუსტად ვიცოდი რომ ამას გააკეთე მაგრამ ის ჭირდებოდა და რაში ჭირდებოდა მეთქი და ანუ ესეთი საბეჭდილება დამჩა რა ახლა ამას მტკიცებულებად რა თქმა უნდა ვერ მაგრამ ჩემი საბეჭდილება მინდა საზოგადოებას ვთქვა ერთი ის რომ დავალებული ქონდა აი წინა ხელისუფლებისგან რომ ამას გააკეთებდა ეს უნდა გაეკეთებინა და მეორე ის რომ ისტორიაში შეიყვანა თავისი თავი აი მართლაც ნახეთ საუკუნეები გავა ოღონდ უკრაინელები იტყვიან და სიამაყით იტყვიან როგორც ჩვენ ვამბობთ ქართველები რომ მეფე რომში ჩავიდა და თავს დაუდგა ზეგლი ხო და აი ესე იტყვიან რომ ორ იმპერიას ებრძოდა ზელენსკი რუსეთის და ამერიკის იმპერიას და რა ვიცი ეგოისტურ შეიძლება მიზანს გადააყოლა გადააყოლა რა ხა მაინც ადრე თუ გვიან მოეწერება ხელი მაგრამ გაიწელა ხო და აი ეს რამდენი დღეს გაიწელა თუ კვირა თუ გაიწელა და ამ თვეების და კვირეების მანძილზე რამდენი უკრაინელიც მოკვდა სუმაგის კისერზეა რა იმიტომ რომ გაწელა პროცესი გაწელა იმის გამო რომ აი ეს გაეკეთებინა და ჩემი აზრით ეს გააკეთა ორი მიზეზის გამო რაც ჩამოთვალე და იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იქ არაფერი იმ მომენტში არაფერი საფუძველი არ იყო იმისი რომ ესეთი გაცხარებული ყოფილიყო არ მისცეს არა თან
აკრო ჩამოდის მინდა მაყურებელს უთხრა საერთოდ ესეთი დონის შეხვედრები ესე არ ხდება რა მოდი ბიჭებო შევხვდეთ და ხო არ გამომივლი და რაღაც ესე არ ხდება ლაგდება ესე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროები დიპლომატები ანუ ელჩები დღე და ღამეს ასწორებენ ამ გვარი შეხვედრების ეს არის უბრალოდ ცერემონია სადაც უნდა გამოვიდნენ ხელი მოაწეონ და თქვა დიახ ჩვენ მოვაწერთ ხელი და ამის გამო და მეორე მხარეს იტყვის დიახ ჩვენც ხელი მოვაწერთ ამის და ამის გამო იმედი გვაქვს რომ ესე მოხდა აი ანუ მანამდე უკვე ყველაფერი დაალაგებულია უკვე ყველაფერი შეთანხმებულია აი საერთოდ ყველაფერი თან ამას ინუსრებდა ჯერ საფრანგეთის შემდეგ გერმანიის საფრანგეთის ბრიტანეთის ვიზიტი პირველ პირების ვიზიტი თეთრ სახლში სწორედ და იქნებოდა თვითონ უკრაინელებთან და ამერიკელებთან იქნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის და საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის და ასევე ელჩები დარწმუნებული ვარ დღე და ღამე ყველა მძიმე წერტილი ჰქონდა შეთანხმებული და ეს მძიმე წერტილიდან გადავიდა და ეს გააკეთა რაც გააკეთა ერთი ეს და მეორე კიდე სხვა შორის დღეს უსმინე პუტინის იმას ნახეთ რას ამბობს კიო მეო მინდაო 100%-ით ვეთანხმებიო იმასო რა ქვია მშვიდობიან დამთავრებასო მაგრამო ნუ ერთი ის რო გარანტიები კურსკიო მაგრამ კურსკ ნახე რა ქნათ კურსკიო და ერთ დღეში აიღეს კურსკი ერთ დღეში თითქოს ამდენი თვე მიდიოდა ხო? აი მე ზამჩა შაბეჭდილება რომ ის ოპერაცია ჯერ ერთი რა ჩაატარეს სულჯანს აღება და ასე შემდეგ. ეგ ხო არ იყო ხა ეს ერთბაშად გუშინ მოფიქრებული ოპერაცია, ანუ მაგისი ჩატარება ალბათ ადრეს შეიძლება. ალბათ ხო. მაგრამ საჭირო მომენტში გააკეთა. საჭირო მომენტი და უცბად რომ დაჭირათ რომ მოდი ხა სავაჭრო რო არ კონდეს უკრაინას და ერთ დღეში დაამთავრეს კურსკი, ხო? ჩემი აზრით მანამდე შეტყუებული ყავდა და ეს საწყლებს ჩიტებივით ხოცავდნენ რა იმ უკრაინელებს. და ძალიან დიდი მსხვერპლია რა თქმა უნდა. და ეხლა მით უმეტეს ჩაკეტეს ის არის ხო იცი ჩაკეტილია და ნუ არ საშინელება და ეს ერთი და მეორე კიდე რა თქვა პუტინმა რომ ერთი ეკო და ეხა ბუფერი უნდა გავაკეთო და საერთოდ მეო არ ვეთანხმებიო დროებით შეჩერებ ცეცხლის შეჩერებასო ცეცხლის შეწყვეტას დროებითსასო არ ვეთანხმებიო მეო მომხრევარო რომ საერთოდ შეწყდესო ომიო და მშვიდობა ანუ პრაქტიკულად მე მგონი რომ ესე მარტივად არ არის რა კიდე кай ხანი გაგრძელდება მოლაპარაკებები მშვიდობისკენ ესე ფინალში ჯერ არა ვარ. სამწუხაროდ არა. და ეხა უბრალოდ აი ტრამპის არსებობა, რომ რახან პრეზიდენტია, აი ტრამპის არსებობა უმაძლებს იმედს, რომ დაიწყება და დაწყებულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ფინალამდე ძალიან შორსა ვართ. კიდე ერთხელ ვამბობ, პუტინმა და რასო როგორ ასაბუთებს თავის გამოსვლას, რომ იძახის, რომ იცით რა, ეხა რომ მივცეთო 30 დღეო ცეცხლის შეწყვეტაო. უკრაინა ვერ იტანენ ერთმანეთს, ხო? ვიცით, ხო? და ნუ ნდობაც არის 0-ს ქვევით, ხო? ერთმანეთის მიმართ ნდობა არის 0-ს ქვევით. ესენიო მოემზადებიანო, გადაჯგუფდებიანო, გადაიარაღდებიანო და ახალი ძალები შემოგვიტევენო. თან ამერიკამ აღადგინა იარაღის მიწოდება. ამიტომ ნუ მას ჭირდება როგორ ჩანს გარანტია რომ ეს არ მოხდება ხო რაღაც ხო არ გადაჯგუფდებიან და ახალი ძალით არ შეუტევენ აი ამიტომ ესე მარტივად არ არის საქმე ესე მარტივად არ არის კიდე დიდი დრო დაჭირდება და კიდე ისა თან კიდე ერთხელ ვამბობ სოფლიოს თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთის მხარეს არის ხო ეს ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა, რომლის ჯარისკაცებმაც ვებხობივით იბრძოლეს, როგორ თვითონ უკრაინელებიც ამბობენ, გაოგნებულები, პირდაპირ ტყვიაზე მიდიოდნენ რა. ალბათ იმიტომ რომ აქ რო ტყვიაზე არ წასულიყვნენ, იქ ოჯახი ყავთ და რაც მოვიდოდა დასაგებია და ხო, მაგრამ ვებხობივით მართლა ისა იბრძოლეს ამ საწყლებმა. და დაიხოცნენ ძალიან ბევრი თურმე და მოკლედ ეკონომიკური თვალსაზრისით ესა ხო ეს რუსეთს მაგრამ პოლიტიკური უკრაინას პოლიტიკური ეკონომიკური მხარდამჭერებიც აქვს და პოლიტიკური მხარდამჭერებიც აქვს აი ეს ევროპა და ის აი ნახეთ ეხლა რა აი კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ქვეყანა რატო ვთქვი თავში ორი რამე უნდა გაითვალისწინოს ქართულმა პოლიტიკოსმა თქო რა ერთ-ერთი აი ნახეთ პრიბალტიკა თუ ამჩნევს ყველა ამჩნევთ როგორ შემოგვიტია პრიბალტიკამ ხო კი ბატონო პარს და ცოცხალს
თავს გვიტრიალებს რა. ერთი ომი გამოგვიცხადო იღააკლია ყველაფერი იქა. სანქციები დაგვიწესეს ლაშა ტალახაძეს რას ერჩო. სანქცია დაუწეს აგრესიული არისო ლაშა ტალახაძე არ ვიცი აი აზესიკეთის განსახიერება უყურებ სამგზის ჩემპიონი მთელ საქართველოს რო გვეამაყება აი მიზან მიმართულად მაკაც უწესებენ სანქციებს ეხლა ეს ხო არის ჩვენ გამოწვევა. ხო და ნუ მოგე და რატო? ანუ რატო ხდება ეს ხო? აი ხო უნდა გაგიკვირდეს რატო ყავთ მიზანში ესე საქართველოს ამოღებული კაცო. ხო რა დაუშავეთ ეხლა პრიბარა ესტონელებს რა დაუშავეთ ხო? აი ბოლო რა უკეთეთ რატო და ანუ ეხლა ანუ ესეთი ისა აქვთ რომ დიდი შანსია თვლიან რომ რუსეთი გადავიდეს პრიბალტიკაზე ანუ სამხედრო დაპირისპირები მოახდინოს იმაზე პრიბალტიკაზე ლიტვა ესტონეთზე და ცდილობენ რომ ეს ცხელი წერტილი აქ ჩვენთან გადმოიტანონ გასაგებია ისრები რომ ჩვენსკენი ჩვენსკენ წამოვიდა ანუ ამიტომ გვაწვევიან რომ მეორე ფრონტი მეოთხე ლაჩერ თქვენ რუსებო თქვენ ისო რომ ჩვენგან მიიღონ აი ეს და ანუ ხარს უჭერენ ამ ოპოზიციას რომელიც იძახის რომ ეს რუსები არიან ესენი თუ არა და აბა რატო არ ასანქცირებენ ანუ იმათ უჭერენ ხალხს ვინც ეხმარებას მათი პრობლემის ანუ რუსეთის აგრესიის საქართველოში გადმოტანაში ნუ თუ ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ ნუ არ ვიცი რა ახლა მე მგონია რომ აი ის პოლიტიკოსები რომლებიც სათავეში არიან ამ ხვდებიან და იციან მაგრამ ისინი ნამუსგარაცხილები და ძალაუფლებისათვის და ფულისათვის ყველაფერის გამკეთებლები და მკადრებლები არიან რა შანსები აქვს აი ამ ხალხს სხვა ჩერცე საინტერესოა ჩვენ ვიცით რომ აი USAID-ის პროგრამები ბევრი დაიხურა და როგორც ეხლა ისედაც რასაც უგრძნობდით შეიძლება და ბევრ ამაზე მტკიცებულებები არ გქონდა ეხლა ამ ყველაფერს საუბრობენ ტრამპი, მასკი, ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ადმინისტრაცია მთლიანად. საქართველოშიც ბუნებრივია იქნება მათგან ძალიან დიდი თანხები დახარჯული ამ ყველაფერში, მაგრამ ეხლა ეს თანხები ამერიკული ხაზი ყოველ შემთხვევაში, როგორც არის საუბარი, შეწყდა. სხვა რა შანსი აქვს ქართველ აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს, რომლებიც მთელი ეს პერიოდი იკვებებოდნენ აი ამ სახსრებით, სწორედ რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩნენ და მათ ჰქონდეთ რაიმე მომავალი აქ. ან იმის შანსი თუ აქვს რომ რაიმე რებრენდინგი გააკეთონ, ახალი სახით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, ამისი რესურსი თუ არსებობს, ან თუ ისევ იგივე ხაზს მიაწვევიან ამ ხაზს რა პერსპექტივა აქვს პოლიტიკაში? საერთოდ ფინანსები პოლიტიკაში წყვიტავს ძალიან ბევრს, აი 50%-ზე მეტი არის რაღაც პოლიტიკური ის გინდა გააკეთო, ხო? ფინანსები აი ამ პოლიტიკურ მოქმედებაში პრაქტიკულად 70% იკავებს. ანუ თუ გაქვს ფინანსები უფრო შეიძლება ამის რაღაც პოლიტიკური მოქმედების გაკეთებას. შესაბამისად ფინანსები სჭირდებათ ახლა ამათ. თუ ეს პროგრამები რო დაიგეთ, არიან კერძო ინვესტორები, რომლებსაც ჩემი აზრით დაავალებენ და კერძო ინვესტორებისგან მაინც ეკნებათ ფინანსური ინიექციები ამათ. ამ ჩვენ ქართულ deep state-ერებს რა გამოლენჩებულებს ხო და ეკნებათ ფინანსური საშუალებები. ხო აგერ დღეს დააკავეს და მე უნდა ის რო იყო ვიღაც არ ვიცი რატო დააკავეს ტყუილი იყო მართალი იყო არ ვიცი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ნუ არიან კერძო ინვესტორები რომლებიც ამ აქციებს საქართველოში დააფინანსებენ ხო ხა მასშტაბი ისეთი არ იქნება მაგრამ ნუ ისა ყველაზე დიდი ერთი ის იყო კეზერაშვილი იყო რომელიც იმაშვებოდა მაგრამ მე მგონი აღარ კეზერაშვილმა როგორც გავრცელდა ინფორმაცია ერთლარად გაასხვისა მიშამ შულდაძეს ერთლარად გადასცა ფორმულაში თავისი წილი და ეს ალბათ უკვე სიმპტომია რომ გადის საერთოდ ხო საერთოდ ხო რა ასე რომ მაგრამ აი ოპოზიცია რომელიც ამბობს რომ არჩევნები გაყავდა თორე მათ მოიგეს და აი ოფიციალური ოქმებითაც თუ ნახავთ ქართულ ოცნებას არა აქვს ძალიან კარგად საქმე იმ გაგებით რომ მათ ფაქტურად ყველა ცენტრალური ქალაქი წააგეს თბილისი წააგეს ბათუმი წააგეს ქუთაისი ყველა დიდ ქალაქში პრობლემა ჰქონდათ ეხლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები არა წააგეს მაინც საზოგადოება იმაში არ შევიდეს მთლიან ოპოზიცია არა ხო ანუ მთლიანო ჯამურად ვიძახ ჯამურად ვიძახით ეხლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები სადაც შეიძლება ეხლა საპარლამენტო არჩევნებზე ეგ არ წყვიტავს საბოლოო შედეგს მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ეგ არის მთავარი ეხლა ოპოზიციამ თუ შეძლო და შეთანხმდა რაღაც ერთიან კანდიდატზე თბილისში და მოუგო ქართულ ოცნებას თბილისში. არა, მე მგონი ახლა ხელისუფლებას ტრამპის მერე გამოჩნდა რომ ხელისუფლებას სწორედ ის ჰქონდა არჩეული კურსი, ხო?
აი ხო ფაქტია რა სწორებსონიედო რომ არ ჩაერთო არ დაასანქცირა და თან ყვებოდა იმიტომ არ ასანქცირებ რომ ვერ და ანუ ზიანს ვერ მივაყენებო რუსეთს სამაგეროთ მე ჩემს ხალხს მიადგებაო ეკონომიკური ზიანიო და მე რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მივაყენებ ამ სანქციებითო და ამიტომ არ ასანქცირებო ანუ ხალხზე ვფიქრობო ჩემსაზეო ისა რა ქვია სამაგეროთ ყველა ყველა მათ წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო რეზოლუციას ხელი მოაწერა ხო ასევე ის იყო რა ქვია მეორე პრეტენზია რა ქონდათ ანუ მოხალისეების გაგზავნაზე ნუ ვერ გავაგზავნიო ომის ჩართვა არისო და ვერ ჩავერთვებიო ეხლა სხვათა შორის უკვე ამბობენ რომ ესე პირდაპირ გვეუბნეოდნენ მოდიოდნენ და არც მოგვესალმაო გახსოვთ ერთმა იმან მოყვა პარლამენტის თავმჯდომარემ შევედი დაგვიბარაო მივედით ხო პაპუაშვილმა მოყვა თუ არ გონი პაპუაშვილი ყვებოდა მაგას თქვენ რასაც ამბობთ მეც ეგრე მახსოვს ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელი ხო აი უბრალოდ რომ ჩავხედო ტელევიზორს შეიძლება ვიპოვო კიდეც შევედითო იმასთანო ელჩთანო არც მოგვესალმა აბა რა გინდათო ხო და არა რა თქვენ რა გინდათო ნუ აი მოკლედ მეორე ფრონტზე რას ფიქრობთ რაღაცა და როგორო აი ჩვენ რაღაც ცოტანი ვარ და გავნადგურდებით რაღაცა ეგრევე წავაგეთ რა აზრი აქვს და არა როგორო ის პარტიზანულ ომზე გადადითო და პარტიზანულ 3 მილიონი ხართო კაცო კაიხანი ეყოფითო ხო აი ნუ აბა წარმოიდგინე და რამხელა წნეხს გაუძლო ხელისუფლებამ და აგერ ეხა აღმოჩნდა რომ თურმე რუსეთთან ამერიკამ გადაწყვიტა რომ მოლაპარაკებები დაიწყოს და ეხა ამერიკას ესენი აი ჩვენი ქართველები აგინებენ ამერიკის რატო ურიგდები რუსეთსო ხო აი ნუ მაგას ვიზახი და თან ამას ეხა ვიღაც რიგითი აქტივისტი რო აკეთებს კიდე შეიძლება თქვა რომ დაუშვათ ვერ ხდება არ ესმის მაგრამ აი გვარამია რო აკეთებს მაგას ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერია მეორე ადგილზე გავიდა გვარამია და გამოდის და არ ვიცი ანუ მასკზე აღარ არის საუბარი ტრამპს აგინებს პირადად და ასე შემდეგ არ ვიცი ამას ვინ აიძულებს თუ მართლა ესე იცი რა არის გასაგებია და სწორია რომ ძალიან ვალერშიკო რა თქმა უნდა უკრაინას რომ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხა თუ უკრაინა მოუგებს რუსეთს ნუ ეხა შესაბამისად საქართველოს პრობლემა მოიხსნება ანუ აღარ ექნება ხო რუსეთი იკავებს ხო ჩვენ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც ხო და თუ ამ უკრაინა მოუგებდა რუსეთს ვისი დახმარებითაც არ უნდა ყოფილიყო გასაგებია რომ ჩვენ ტერიტორიას დავიბრუნებთ მაგრამ გაკეთებოდა ხო მაგრამ ბიჭო სხვა არის რომ ისა წაგებულ ომში მიგათრევენ ხო სხვა არის რომ ბალერშიკობდა მართლა ესე გინდა და სხვა არის რომ ქართველებს ისედაც ნაომარს დაჯერ დაჭშუდა არ მოგვიშოშებია ომის იარები კაცო ისე რუსებისგან მიყენებული იარები არ მოგვიშოშებია და ამ დაჭრილ ერს ისევ წაგებულ ომში მიათრევენდო და ისა რა ქვია ხმას რომ იღებდი ამაზე ნუ აკეთებდო რუსი ხარო გვეუბნეოდნენ ნუ აბა თან აი საქართველოს რომელსაც არ ვიცი თუკი ვინმეს აქვს მართლა აი რუსეთთან ომის გამოცდილება ბოლო უახლეს ისტორიაში ჩვენზე მეტი ვისა და ჩვენ გვაბრალებენ რომ ესენი ვართ თუმცა რუსეთის ინტერესების გამო ვაკეთებთ მაგ ყველაფერს ჯერ იარები არ მოგვიშუშებია აი ჯერ კიდე მართლა იარები არო ხო უბრალოდ აი პირველი თაობა წამოვიდა რა რომლების თქვა იმ 2008 არ ახსოვთ ხო და ეგი აი ამ ემოციის გამოყენებაზეა საუბარი თუმცა აი მართლა არ ვიცი საქართველოს ხელისუფლებას ცალკე მადლობა რა თქმა უნდა რომ სწორი ქსონი იყო მაგრამ ქართულ ხალხს და ქართული ხალხის სიბრძნეს რომ არ აყვნენ აი ამ რაღაცა ავანტურას რა ერთი ყავთ ბაირსაც ვიტყვი რა ერთი ყავ თუ ომია როგორ ომი ბოლო და ესეთი ვითომ ემოციური და ვითომ აი ესე იგი ვისა ხო რა ვიღაც ასაცილო ერთი შემხვდეს უთხრა რა ვითომ ომი რა ვითომ ომი რა ვითომ და თვითონ ამ დროს ეგეთი რამე რომ მოხდება მე მგონი ჩემი ტოლია და ერთი ნამყოფია აი რა მართლა მაინტერესებს სად იომა რამდენჯერ ქონდა საშუალება რა ეომა ხო 92-ში სამხრეთ სამაჩაბლოს ამბავზე იყო აფხაზეთი იყო 2008 იყო რამდენჯერ ქონდა შაც ერთი სადმე ეხა რო იწახს ეს ბოლოს ვაფშე გარე გადის თუ ატომური ომია გეპიცები აი ზუსტად აი ეს ხელის ესეთი მოქმედება მანკანიდან რო ხო მანკა არ ვიცი ვიღაც სულელი და სახიობი არის ხო აი გეგონა მედიო კაცო ატომური დაარტყი გეგონება რა ვიცი თან ისინი მაგას უნდა შეუდან ხომ ხო თითქოს მაგას ამის გადასაწყვეტია კი და თან აი მან ყველაზე მეტად
გამაღიზიანებელი ჩემთვის მე არავისზე არ ვდებ თავს და ჩემ თავზე ვერ დავდებ თავს რომ აი ეგეთი რაღაც რო ხდება რას იზავ ადამიანი და ადამიანები ვარ და შიშის მომენტი ყველას აქვს ხო ეგეთ დროს მაგრამ აი ხო კარგად გვახსოვს 2008 წელს ეგ არის ხალხი რომელიც თვითონ წავა მე ამ ქვეყნიდან და იქიდან ევროპიდან დაგმობენ რუსეთის აგრესიას და იქ შეიქმნიან მე გმირის იმიჯს და სხვისი შვილებმა უნდა იომონ და სხვისმა შვილებმა უნდა გაწირონ ამ ქვეყნისთვის თავი და ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ ნანგრევებში ვისაც არ გვინდა ამ ქვეყნიდან წასულა ხო აი ეს არის ამ შემთხვევაში გამაღიზიანებელი თორე მე არ მიმაჩნია ჩემი თავი დევგმირად მე თვითონ და არც სხვას მივიჩნევ კიდე ასეთად მინდა კითხოთ აი თვითონ ევროპის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც რომელიც არ იცვლება არ მიყვება ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დაწყებულ ტრენდს პირიქით უწევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას და ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ განხეთქილებას ხო შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთიერთობაში პირველ რიგში ალბათ სწორი აქცენტი რომ გავაკეთოთ რამდენად სწორია ვთქვათ რომ ეს არის შტატებს და ევროპას შორის დაპირისპირება თუ ეს არის შტატებს და ბრიუსელის ადმინისტრაციას შორის აი ბიუროკრატიას შორის დაპირისპირება აი ეს საკითხი რომ გავმიჯნოთ მე მგონი უფრო პოლიტიკურ მიმდინარეობებს შორის არის დაპირისპირება აი რაც ვთქვით ულტრამემარცხენე აი ეს პოლიტიკური მიმდინარეობა რომელიც აი ამ deep state-ის საშუალებითაც ამუშავებს deep state-ს და აქვს უზარმაზარი თანხები და სახელმწიფო ძალაუფლება ჩვეულებრივი პოლიტიკური მიმდინარეობაა რა აი როგორც საბჭოთა კავშირმა მე სოციალისტური ბანაკები შექმნა და რაღაცა აი პრაქტიკულად ესე იყვნენ და ოღონდ ესენი უფრო ძლიერები იყვნენ ამათ უბრალოდ ერთი დროშა არ გააკეთეს სიმბოლიკები არ გააკეთეს თორე ნუ სიმბოლიკას თუ შეიძლება ის ხრა ეს დროშა ხო მაგრამ ნუ თვად ეგეც ოფიციალური არ არის ოფიციალური არ არის თორე სიმბოლოები რო გქონდეთ აი არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური მიმდინარეობა იმიტომ რომ და თან არის საერთაშორისო პოლიტიკური მიმდინარეობა რატომაც ლოკალური არ არის დაწყებული ამერიკიდან რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციამ მთლიანად ჩართული იყო და ასევე მთელი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა აღმოსავლეთიც მათ შორის რამოდენიმე ქვეყანა არის რომელიც უნგრეთმა გაუწია წინააღმდეგობა და სლოვაკეთმა და რუმინელი ხალხი იბრძვის მაგისტვის მაგრამ ნუ იქ რაც ხდება საოცრება არის არ არეგისტრირებენ კანდიდატს რომელმაც მიიტანა ნუ ჯერ ხო საქმე აღუძრეს მე ხო დაიჭირეს ჯორჯესკუ მე მიიტანა 360,000 ხელმოწერა საჭიროზე ბევრად მეტი რომ გაიარა რეგისტრაცია და ესე უბრალოდ არ დაარეგისტრირა უარი განაცხადა საარჩევნო კომისიამ საბუთის მიღებაზე და საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა მე ეგ გადაწყვეტილება რომ პირდაპირ გავიდნენ ხო კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ამ შემთხვევაში და თქმა უნდა ჩვენ მე აი ამ შემთხვევაში ჩვენაირი ქვეყნებზე მაქვს საუბარი რომლებიც უყურებთ ამ ყველაფერს სადაც ჩვენ გვაჯერებენ 30 წელია რომ აი იქ არის კანონის უზენაესობა საქართველოს იმიტომ არ ვარ გარო ჩვენთან კანონი არ კანონობს ხო ის გესმოდა ყოველთვის აი იქ კანონის უზენაესობა როცა მე ამას ეხა ჩემი თვალით ხედავ რა ხდება მაგალითად რუმინეთში ეს არის წოს ქართული საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმს თქვენი დაკვირვება ალბათ იწევს ისეთი არა აი ხოთე შორის კამათი ხო მეგობრებთან ხო იმაშვებით არა და ნუ აი ზუსტად აი ჩემი სამეგობროს რაღაცა დიდი ნაწილი ძალიან გაფრაზებულია ევროპაზე ძალიან იმაშვები და ანუ შენო როგორი ევროპა და მე მართლა აი თავიდან პოლიტიკაში შემოვედი და აი ახალი გამოყოფილიყო ქვეყანა და პოლიტიკოსობა დავიწყე და ძალიან ხშირად დავდიოდით სემინარებზე და ტრენინგებზე და ემეებზე აი ძალიან ხშირი იყო ეს ევროპელები ჩამოდიოდნენ და იცი როგორ მომწონდა იმიტომ რომ ჯერთი პირველი ამ ევროპელების პირველი ის იყო რომ იქ უნდა ყოფილიყავი დამოუკიდებელი ანუ ევროკავშირის ქვეყანა რო არის ის არის დამოუკიდებელი თავისი ყველაფერი შენარჩუნებული აქვს აი თავისი ენა კონსტიტუცია ის ყველაფერი თავისი ტრადიციები აქვს შენარჩუნებული და ამას ამდა პირველ რიგში ჩვენი კონსტიტუცია ანუ ესეთი ჩვენი აი ეს ბიბლია არის ის რომ ყველა ქვეყანას უნდა კონდესო შენარჩუნებული თავისი ტრადიციაო ისე მომწონდა ეს რომ თან ნახე მემარცხენე სიძლიერე მრავალფეროვნებაშია თუ რაღაც ესეთ ფრაზაც კი აქვს რომ აი ყველას კონდეს თავისი თვითყოფადი კულტურა ხო აი თვითყოფადობა უნდა იყოს შენარჩუნებული თავის ტრადიციები უნდა კონდეს შენარჩუნებული და ძალიან მომწონდა იმიტომ რომ ნახე თან მემარცხენე ხელისუფლებები მართავდნენ ამ ქვეყნებს იმიტომ რომ თანასწორობა იყო რაღაც მეგობრობა ტრადიციებზე დაფუძნებული სოციალური თანასწორობა აი რა მაგარი რამეა ხო ძალიან იდეალური რაღაცა მაგრამ მე რაღაცა
აი შეიცვალა და რაღაც სხვაგან წავიდნენ რა. აი მაგრად სხვაგან წავიდნენ. აი მაგრად რა. დღეს აღარ არის ეს ის სივრცე, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით, ხო? მაგრამ მე მგონი დაბრუნდება, აი ბრუნდება რა ეს ტრამპის და კი არიან უბრალოდ ესენი ამათმა ეს მოერიან რა, ეს პოლიტიკური მიმდინარეობა, რასაც ვამბობთ, აი ეს საერთაშორისო აი ეს ულტრამემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობა, მე მგონი რომ მოერიან უბრალოდ იმ რეალურ პოლიტიკურ ძალებს, თუნდაც მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, დაჭრდილეს ყველა რა. ყველა არის აი ამ ულტრამემარცხენეზე გადართული და რაღაცა და ბავშვს თუ უნდა მოაჭერით, ბავშვს თუ უნდა მიაბი და რაღაცა თუ ის კატახ ბანანებს ასე ირნებენ და ვაშლებს ასე ირნებენ და გაჭმედურება მართლა ანუ ამას რომ ვამბობთ ხოლმე ჩვენ მაგალითად აი გამოგვიხტებიან მე რომ რა რუსეთში ეგრეა ჯერ ერთი რომელი რუსეთის ადვოკატი მე ვნახეს იქ თუ ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთზე და ვინმეზე კი არ არის კაცო საუბარი სად არის ეგ ყველაფერი ნორმალურად მიჩნეული და სად არანორმალურად სად არ არის ეგ ნორმა ხა მაგრამ ბანანს რო ასეინებს ძაღლი რო გონია ადამიანს თავის და უნდა მიიღო შენ ეს ჩვენ ვიცით რომ წაიყვანე უმკურნალი ასეთ ადამიანს ავად არის რომ ძაღლი გონია ადამიანია და თავი გონია ძაღლია იმას ხო უნდა უკურნალო აცებია რომ უნდა მიიღო შენო და ეს უნდა მიიღო რომ ეგ ნორმალურია კაცო და შენც ეგრე მოიქეცი თუ გინდა კაცი შვილი პრობლემა ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის მიუღებელი განა გიჟები ანაკარა კი არ გვაკლია გიჟები კაცო მაგის მეტი რა ვიცი მაგრამ ჩვენთან ეგ არის ნორმალური ნორმა ანუ გაწვევია რომ ეს ნორმა არისო რა რომ ადამიანი რო ამბობს რომ მე კატავარო ის რაღაც პრობლემა კი არ აქვს ფსიქიკურ ფსიქიატრია კი არ არისო ეს არის ნორმაო და მისი უფლებაო და ანუ უნდა შენ უნდა მიიღო ესეთიო რომ ეს არისო კატაო და თუ მოგთხოვსო მუცელზე უნდა მოფერო და რა ვარია ღიპიანი კაცი ვიღაცა ჭუჭყიანი მოვიძე და მიაო და მომფერო მუცელზე აი საჯარის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რა დონალდ ტრამპმა მიიღო იყო რომ სწორედ ქალთა სპორტიდან ამ ტრანსგენდერების განდევნა რომ რამდენად ბოროტად სარგებლობა ამ იდეით რომ კაცები ეწერებოდნენ ქალად აღვიქვა მეთავს და ყველა იგებდნენ ესე ქალთა სპორტი დაიღუპა ბოქსიორი იყო თუ რაღაც მაგრამ მოწეხა იქ და რაღაც უბედურებები ჩაიდინა დახოცა აი სამწუხაროდ აქამდე მივიდა ეგ ყველაფერი და ჩვენ სკეპტიციზმსაც მუდმივად ეგ იწვევდა თორე ევროპული კულტურა რა ვიცი ხა მე არ დებ თავს რომ რაღაც განსაკუთრებით დიდი განათლებულია მაგრამ რაღაც ორი წიგნი მეც სამი კითხავს და დიახ მე ძალიან მიყვარს ეს ევროპული კულტურა და ამაზე არ არის რა კულტურაზე პოლიტიკური მიმართულებაც მომწონს და რაღაც აი მე მთელი ჩემი პოლიტიკური ის არა ქვი არსებობა პოლიტიკური არსებობა სულ ამბობდი რომ ევროპული ტყაიდი სოციალისტი ვარ მეთქი რა იმიტომ რომ აი ეს ლიბერტე ეგალიტე ფრანტერიტე ძალიან მეგობრობა თანასწორობა ძმობა ამაზე მეტი აი ამაზე კარგი რა უნდა ხო თანასწორობა ხო ძმობა ერთობა თანასწორობა საფრანგეთის რევოლუციის ლოზუნგი იყო და ეს დარჩა მემარცხენეების საფრანგეთის მემარცხენეება და მე საერთოდ მემარცხენეებმა ისაკრეს და აი ამაზე კარგი რა უნდა იყოს ხო მაგრამ ნუ აი მინდა უშუალოდ ეხა საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ვთქვათ ცოტა სააკაშვილს გამოუტანეს განაჩენი 9 წლიანი პატიმრობა მას 6 წელი უკვე ქონდა მიჟილი ეს ნიშნავს რომ 3 წელი დაემატება საჯელზე ცოტა ფსიქოლოგიურად ალბათ რთული გადასატანი იქნება ეხა მით უმეტეს ამ ფსიქოტიპის ადამიანისთვის ჯერ ძლივს შეიძლება ბოლომდე ვერ შეეგუარო აი 6 წლის გატარება მომიწევს იმ 6-დან ნახევარი მოიხადა და ალბათ მოფიქრობს რომ აი კიდე ნახევარი და ზუსტად იგივე ნახევარი დაემატა 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. გარდა ამისა კიდე არის განაჩენები მის წინ რაც ალბათ ვიხილავთ ეს არის მიმდინარე საქმეებში 7 ნოემბერი საზღვრის უკანონო კვეთა და ასე შემდეგ. პლუს ამას არის შექმნილი საპარლამენტო კომისია რომელმაც სწორედ მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკურ თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა გამოიძიოს და ერთგვარად დადოს სამართლებრივი პოლიტიკური შეფასება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის. აი ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ბატონ კახა მე მაქვს ესეთი განცდა სააკაშვილის რეჟიმი რა იყო 9 წლის განმავლობაში ეს ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ზუსტად იმიტომ დადგა 2012 წელი ეს თო კარგად ვიცით რა თქმა უნდა ამას სჭირდება პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება სახელმწიფოს მხრიდან მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე ჩემი აღქმით სამართლიანობის აღდგენა არ არის მარტო ის რომ დამნაშავეს დაჟი სამართლიანობა სრულფასოვნად რომ აღდგეს დაზარალებულების კომპენსირება უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში თუ გაქვს
გაქვთ თქვენ ასეთი ან განცდა, ან ხომ არ გექნებოდათ ასეთი ინიციატივა, რომ ნუ იქნება სახელმწიფო კონცენტრირებული მარტო იმაზე მაინდა-მაინც რომ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირები დასაჯოს, ეს აუცილებელი ნაწილია, მაგრამ სამწუხაროდ აი ძალიან ცოტა საუბრობს სახელმწიფო გუნდი იგივე კომპენსირების ნაწილზე, რაც ჩემი აზრით შეზენდა ამ პროცესს სრულფასოვნად იმ განცდას, რომ ადამიანები დაიჯერებდნენ, რომ ეს არაპოლიტიკური ანგარიშსწორება რეალურად სამართლიანობის აღდგენა არის. ფიქრობთ თუ არა, რომ აი ამ პროცესს სწორედ ესეთი საკითხები ჭირდება, რომ შემოვიდეს დისკუსიაში? ძალიან კარგია და სწორედაც არის პრინციპში, სწორედაც არის მარტო ფურცელზე დაწერილი და მაგიდაზე კალმის დაკაკუნება არ არის საკმარისი და პროცესის თუ გინდა რომ სამართლიანი იყოს, ბოლომდე მიყვანა, თქვენ რაც ვთქვით ეგ არის. ნუ ამათ ჰქონდათ მცდელობა ამ ხელისუფლებას და პროკურატურაში სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელიც თითქოს მუშაობდა და არა, ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს იმ გაგებით, რომ დაუბრუნეს, აი ავტომობილები, მიწები, ხარვეზების დამდგენი კომისია ერქვა თუ სწორად მახსოვს 2013 წელს. და ბევრი რაღაც დაუბრუნეს ხალხს, რომელიც აი როგორ ხო იცით ღამე რომ ნოტარიუსებს აწერინებდნენ და მანქანები და მიწები და ბიზნესები რომ იქონდათ რაღაცა ნაწილი, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ისინი ვინც დაჭერილი იყო და უკანონოდ ისხდნენ ციხეებში მათი კომპენსაციის საკითხი, აბა როგორ მოგვარდება, ხო? თუ აღიარებულია, რომ ამათმა პოლიტიკური ნიშნით დასაჯეს ეს ყველა, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები და ციხეში ისხდნენ პოლიტიკური ნიშნით, მაშინ საფუძველი ხდება რომ სამოქალაქო წესით მოითხოვოთ კომპენსაცია. ხო და აი არ ვიცი როგორ გააკეთებ, მაგრამ მეორე მხრივ ეს თუ მოხდა, მთელ საქართველოს შეეხნენ. ესე რომ ვთქვათ, თავიანთი უკანონობით წინა ხელისუფლება მთელ საქართველოს შეეხო. მარტო აი ეს რაღაცა ჯგუფი იყო პოლიტიკური, რომლებიც ისე თორე დანარჩენი მთელ საქართველოს შეეხნენ. ამიტომ არ ვიცი ფინანსურად ესეც ძალიან ხო. ეგეც არის რომ ალბათ შეიძლება ერთი ბიუჯეტი არ იყოს ამის აღდგენას, მაგრამ ამ დროს თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. თუ გინდა რომ პროცესი იყოს სამართლიანი და მართლა ერქვას იმას რომ ეს მოხდა სამართლიანობის აღდგენა, მაშინ უნდა ესე გააკეთო როგორც თქვენ თქვით რა. სხვა თვითონ უშუალოდ სააკაშვილის სასჯელზე რას ფიქრობთ და განაჩენზე რას ფიქრობთ? არის თუ არა ეს ის განაჩენი, რაზეც მაგალითად თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეს გაგიჩნდათ ის შეგრძნება, რომ აი აღზგა მაგალითად. არა, ნუ ეხლა ხო, მე მგონი იცით რა, ეხლა ბევრი რამე აქვს გაფუჭებული, ხო, ძალიან ბევრი ცუდი რამეა გაკეთებული, რომელიც ვერ დაუმტკიცდება. ხო, ბევრი რამე. მაგრამ ეხლა ჩემთვის კი მოხდა მნიშვნელოვანია რომ სასჯელს იხდის, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი რა ის არის რომ ისტორიამ პასუხი ისტორიამ უნდა გასცეს რა პასუხი რა, ეგეთი დონის ავანტურისტებს და ეგეთი დონის იმას თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს უნდა ისტორია ასამართლებდეს. კი სასამართლოც უკვე ხო მიუსაჯა, ახლა 9 წელიც არ არის ცოტა. ხო, არ არის ცოტა. მაგრამ აი ჩემთვის მთავარია რომ ისტორიამ გაასამართლოს, რომ ამან ესენი გააკეთა, რომ ეს რაც 2008-ში რაც ქნა, რომ გამოდის და იძახის, რომ კიო მე დავიწყეო ეს ომიო და მართლა მაგის დაწყებულია ხო ბოლო, მაგრამ ანუ რაღა კი დაიწყო და ჩაფიქრებული თქვა სხვაგან იყო სხვა ქვეყნებში და სხვა და მაგრამ ეს წამოეკიდა, ამან რაღაცა საშუალება მისცა, რომ ის მოხდარიყო რაც მოხდა ამ 2008 წელს და მე რო ამართებდა, რომ კარგიო რა, ქვების გორა იყო და ეგენი აიღესო რა. კოდორი და ახალგორი და ისო 100 სოფელი ქვების გორა იყო და მე რაო რა. აიღესო, რა გამიტრაკეთო საქმეო ბოდიში მაყურებელთან. კი, არა, ზუსტად ეგ იყო მისი. ხო რა. და იცით რა არის, აი ბატონო კახა, როცა ეხა უყურებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კლაუ, აი ჩემში მაგალითად რაც იწვევს გაღიზიანებას, მე არა ვარ, აი ბუნებით არა ვარ შურისმაძიებელი ადამიანი, მით უმეტეს ეხა შურის ძიების мотиваცია
ბევრ სხვა შეიძლება კიდევ უფრო მეტი გქონდეს. მე დავიჩემ ბიზნესი არ წაურთმევიათ, სტუდენტი ვიყავ იმ პერიოდში და ნუ კაი რამდენჯერმე რომ მცემეს იმ აქციებზე და დარბევებზე და უბედურებებზე გადავიტან. ხო, მაგას ავიტან, მაგაზე არა მაქვს ლაპარაკი. უბრალოდ ეხა ამ ადამიანებს რო უყურებ და ისინი არ ნანობენ არაფერს. შეცდომასაც კი არ უწოდებენ იმას. ხო, აი შეცდომასაც კი არ უწოდებენ იმ ყველაფერს, რაც გამოიარე, რასაც გამოატარეს ეს ადამიანი. დედას ანუ აი რო ამბობენ რომ აი ის რა ქვია ანუ მოკლედ აქეთ აბა თქვი რა ეხა ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ უბრალოდ მათ რო ბევრი ეხა აქ რომ მოვიდგეს ჩვენ რა ეხა აქ რასაც ვილაპარაკოთ ქუჩაში რო ვიდგეთ თქვა ან რუსთაველზე აი იმ აქციის რო ალბათ ფიზიკურად შეგვეხებიან გაგვისორდებიან რომ შენ რას გას ხო შენ რუსო და აი ეხა რაც ვილაპარაკეთ აქ რა იმდენად გათავხედებულები არის თვითონ აქციების მიმდინარეობაზეც რო ვისაუბროთ აღარ არის მაინდამაინც მაღალი მუხტი აქციებზე, თუმცა მე ძალიან კარგად მახსოვს 2009 წელი მანამდე მიმდინარე აქციების განსაკუთრებით აი ამ 2009 წელს კარგად ვიყავი ჩართული ჩვენც ესე 5 თვე ვიდექით ქუჩაში. იყო ხოლმე რომ ხანდახან მუხტი დაბლა დაიწევდა, ცოტა ადამიანი ვრჩებოდით, მე რაღაც მოხდება ისევ აიწევს მუხტი და ეს турბულენტური საერთოდ ხო, ბევრ ამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ესე დიდი აქციები არის ფინანსებზე დამოკიდებული. როგორ არის მე ეს აქციები თუ შედეგს ვერ აღწევს და მართლა იმდენი ხალხი ვერ მოვიდა სხვადასხვა მიზეზის გამო მე არჩევნებში შურს იძიებენ ხოლმე ანუ კაი არჩევნებზე აძლევენ ხმას მოწინააღმდეგეს უკვე ეს დიდი რაოდენობა და ეს ხელისუფლება ესე ვეღარ აყალბებდა რა ეს სააკაშვილი ამ ხელა მასას მართლა ვეღარ აყალბებდა სურვილი კი დიდი ექნებოდა რა თქმა უნდა და ვეღარა და ამიტომ იყო 2012-ში უკვე პრაქტიკულად არაფერი აღარ ქონდა რა დაკარხმა მარტო თავისი პარტიის წევრები იყავდა და ამიტომ დასავლეთმა უთხრა რომ ჩვენ შეგინახავთო და ისა დაიწეს პირობა შეინახეს უკრაინაში წაიყვანეს თანამდებობები მისცეს მაგრამ მოუსვენარია და ხაჭოდა სმეტანის და მაწვნის იმეები ჩამოვიდა რა და თან როგორ წერდა რომ აი ვერ ისვენებს სადი რა პენსიაზე რა ხო აი გააქვს შანსი რომ ამდენი უბედურება ჩაიდინე და ხო ეხა გაგიჩვალად გამოდრომის შანსი არა ჯერ იქ ჩავიდა პრეზიდენტის იყო რა ქვია ინაგურაცია პრეზიდენტი იქ იდგა ბუჩქებში არა ვითომ იქ იდგა მე აქ ჩამო ანუ აი მოუსვენარია ძალიან სამწუხაროა აი ყველაფერი რომ აი განსაკუთრებით ამ გადმოსახედიდან რო უყურებ და ეგ ადამიანი 9 წელი მართავდა ამ ქვეყანას ხო უკრაინაში სადა იქაც არ გამოუვიდა მე სახურავზე აძრა იქ უკრაინაში ხო ნახეთ ხო გახსოვთ იქ შევარდა უკრაინაში რომ შევარდა იმ რა ქვია იქ როგორ გაიფუჭა ანდა საქმე ხო იქაც მაგრამ ანუ უკლეთ რა ეს უფთა მაუხრებელი გზი რა ხო იცი რომ დამარხავე და მაინც რომ სოფლის იმას კი ბატონო მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებითაც მექნება ჩვენი საუბრის ბოლოს მიმდინარე კი არა დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებითაც მექნება შეკითხვა ოპოზიცია აცხადებს რომ ძირითადად ყველა აცხადებს რომ არაპირებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში აი ეს როგორც ოპოზიციისთვის რამდენად სწორი სტრატეგია არის ჩვენი აზრით ჩვენ მანამდეც ნუ შევეხეთ ამას რომ ოპოზიციას რა ვიცი იმ მონაცემებითაც რაც დაიდო ამ არჩევნებზე წესით აქვს საკმაოდ რეალური შანსი რომ რამდენიმე დიდი ქალაქი მოიგოს კაი ახლა თბილისს თუ ვერ მოიგებენ ბათუმი მოიგონ ქუთაისი მოიგონ ამისი შანსი აქვს მე არ ვამბობ რომ ეს ასე მოხდება მაგრამ ოპოზიცია ნაცვლად იმისა რომ თავის მთელ ფინანსურ რესურსს ენერგიას დებდეს პროცესში რომელსაც გამოჩნდა უკვე რომ აღარა აქვს არანაირი პერსპექტივა მათ რომ შემოაბრუნონ ეს გემი და დაიწყონ სამზადისი არჩევნებისთვის დაიწყონ სამზადისი იმისთვის რომ დააკომპლექტონ ქალაქების თვითმმართველობები აიღონ უმრავლესობები ეს ხო არის ხელისუფლებისთვის ეს იქნება ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა ამას რატო არ აკეთებენ თქვენი აზრით აი დაახსნა გეშინებოდა როგორც პოლიტიკა ჯერ რეიტინგი დაკარგეს აი ხა ტრამპის მოსვლით და აი იმით რომ გამოჩნდა რომ ხელისუფლებას მართლა სწორე ის ქონდა აღებული კურსი ის რომ არ დაყვა ამ იმას მოთხოვნებს რომ არ ჩაერთო არ დაასანქცირა და ამ თვითონ აი წარმოიდგინეთ რა თვითონ ამბობენ აი ეს ოპოზიციონერები ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები რომ რუსეთიო მიზეზიც კი არ ჭირდებაო იმდენად აგრესიულია რომ მიზეზიც კი არ ჭირდებაო რომ ომი დაგიწყოსო ხო და შედალოცვილო ასეთ აგრესიულს რომ მიზეს აძლევ ეს უსუსური ქვეყანა და რატო შეყავს ქვეყანა და ეს საწყალი ხალხი წაგებულ ომში
ანუ შენ თვითონ ამბობ რომ მიზეზიც არ ჭირდება ისეთი აგრესიულიაო და რატო აკეთებ აი ესეთ რამ დაელოდე რა დაელოდე და ისე მოიქეცი როგორც აზერბაიჯანი მოიქცა მომენტი ნახა სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო და აგერ შედეგი როგორი აქვს დღეს უკვე ხელსაწერენ უკვე რომ პრეტენზიები საერთოდ აღარ ექნებათ ერთმანეთთან აზერბაიჯანს და სომხეთს სომხეთის კონსტიტუციაში სომხეთის საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანს ხო მაგას ითხოვს აზერბაიჯანი რომ დაჟევა აი ანუ იმხელა პრეტენზიები აქვს და ესე როგორ იცით რა აი თან აი ხა უყურეთ რა რამდენი უბრალოდ ყველაფერს თავი გაანებეთ რამდენი შეიარაღებული კონფლიქტი იყო მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელობა არ აქვს ვის გამო რამდენი კონფლიქტი იყო იმდენი ტერიტორია დაუკარგეთ კი ბატონო ხო ეგრეა კიდე ერთი კონფლიქტი ჩათვალეთ რომ კიდე ერთი უზარმაზარი ტერიტორიის დაკარგვის ტოლფასია და იქნება შეიძლება საერთოდ ისეთი პროცესი რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვა დაიშალოს და რატო აკეთებ ესეთ რამეს ცუდო კაცო აი რატო აკეთებ რა პირველი კონფლიქტი იყო აფხაზეთი წაიღეს მეორე კონფლიქტი იყო თუ მეორე პირველი სამაჩაბლო წაიღეს მერე კიდე სამაჩაბლო წაიღეს კიდე რა გინდათ რომ კიდე ისინი წაიღონ კაცო აჭარა წაიღოს ახლა თურქეთმა და ის წაიღოს რა ქვია ახალ ქალაქები და ისინი წაიღონ და ამისი გამართლება ასე ვთქვათ არის ის რომ აი ამას რო უხსნი ადამიანს რომ კი ეგრე ხდება ზუსტად და კიდე რო ეგ არ მოხდეს იმიტომ მინდა რომ რაღაცა შევცვალო ხო პირიქით აქეთ მიმართულებით ამაზე პასუხი აქვს რომ რუსეთი ხო ბოროტია ხო ჩვენ ხო დავანახებთ ყველას რომ რუსეთი ბოროტია და კარგი ხა ჩემიცემის ხარჯზე რატო უნდა დაინახოს სოფლიო გასო ჩემიც კი არა უკვე განადგურებამდე ვარ ანუ კიდე ერთი ტერიტორია რომ აჭარა რო წაიღოს თურქეთმა და ძალიან დიდი შანსი ექნება აი ამ ომის მერე ხო, აბა წარმოვიდგინეთ რა, რო წაიღოს დამთავრ ის საქართველო აღარ არსებობს ჩათვალეთ რა. იქ მარტო თბილისი დარჩება და ვიყოთ თბილისში ვიცხოვროთ ყველა. ეს მაყოფილები იქნებიან თუ USAID-ის დაფინანსება იქნება, იჯდებიან ვერავაკეში საერთოდ. ხომ ასე იყო, აი ნახეთ რა, ნუ აი არ ვიცი რა. არ ვიცი, ნახოთ, იმედი გვაქვს რომ ეგ პროცესები ყოველ შემთხვევაში აი მართლა მე ვიღაცები ბრალს გვდებიან ხოლმე ზედმეტად გიყვართო ხელისუფლების ქება ჩვენ ხელისუფლებას სხვა შორის აი მე პირადად რო ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი და გამოსახლებებზე რო ვარ და აი მაგ პოლიციის პირდაპირ დღეს რო ვითომ ძალიან სისხლიანები გეჩვენებათ პირისპირ რო მდგარ ვარ იმიტომ რომ მართლა უკანონოდ დაჩაგრული ადამიანისთვის იქნება რამე დახმარება გამეწია მაშინ აი ეგ ხალხი 90% კოცების მაიკებით დარბოდა მაგაც საარჩევნო შტაბებში დღეს მე გავხდი ეხა კოცი და ეგენი არიან რეპრესირებულები და რაღაც სამშობლოსთვის თავდადებული გმირები მაგრამ ნუ ეგ არ არის ასე ვთქვათ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველას დღესაც რა კაფეებიდან 20 ლარიანი ყავა უდევს წინ რაღაც კაფეში ზის იმაზე ბარნოზე ან აღმაშენებელზე და ლეპტოპი და იქიდან რაღაცებს იმაშება რა რბილს ავარდელში და იქ მართლა იმ საწყალ ბავშვებს დაიჭერენ იმ 5000 ლარებს ზოგი მართლა გალახულია და ამ ბავშვების ხარჯზე და ამ ცემის და ფინანსების ხარჯზე ეს ცუდი ხალხი ესეთ რამეებს აკეთებს სრულიად გამოვთქვა იმეც რომ მათ შორის აი ეს საზოგადოების ის ნაწილი ახალგაზრდები განსაკუთრებით რომლებიც არიან ახლა ამ პროცესებში ჩართული მოვა დრო და ალბათ ცოტა სხვანაირად შეხედავენ პროცესებს და ჩვენს მხარეს კიდე პირიქით ამ ხალხს არ უნდა დახვდეს ყრუკედელი პირიქით რა თქმა უნდა ისინი არიან საქართველოს მომავალი ჩვენ ყველანი ერთად ვართ საქართველოს მომავალი დიდი მადლობა ბატონ კახა უღრმესი გადაცემაში მონაწილეობისთვის ვფიქრობ საინტერესო თემებს შევეხეთ და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა ჩვენი საუბრის მოსმენა აქვე უბრალოდ ერთ კომენტარს მინდა გამოეხმაურო ერთ-ერთი მომხმარებელი ჩემი სამართით აკომენტარებს რომ მაყურებელი ვარ დიდ პატივს გცემ და იქნება გაშუქდესო ჭიათურის მშრომელების პრობლემებიო უпроსორით რატომ არ შუქდებაო და მე გეტყვით რომ უბრალოდ მე არა ვარ დღეს ამისთვის მომზადებული რა თქმა უნდა პრობლემის შესახებ კარგად არის ჩვენთვის ცნობილი და კი უნდა გვეთქვა რა მოდით თქვა ხას უჭერთ რა აი მამჯერეთი სხვათა შორის ჩვენ წინა ის იყო ადრე მეშახტეებს ჩამოინგრა პრობლემა ადრე წლების წინ და კანონი შევიტანა შრომის კანონთან კოდექსში რომ გაუმჯობესებულიყო პირობები და სხვა შეიძლება ბევრი რამე გაითვალისწინეს მაგრამ უდიდესი უმრავლესობა არ გაითვალისწინეს და შრომის კანონთან კოდექსში სხვა შეიძლება მის ამბობდა რომ იმიტომ არისო უფრო იმის მხარესო ანუ ჩვენი შრომის კანონთან კოდექსი უფრო ინვესტორის მხარეს არის ვიდრე დამსაქმებლის მხარეს არის ვიდრე დასაქმებულის და ესე რო არ იყოსო ინვესტორი არ შემოვაო ესე ამ
ამართლებდა რა ამ შრომით. ხო და ჩვენ მომით რომ არაო თანაბარი უფლებები უნდა კონდეს დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც და ნუ აი ესეთი რა 100%-ით ყველა მშრომელს და ჭიათურელს განსაკუთრებით ხარს უჭერს აი მართლა დიდი პრობლემა აქვს ამ ხალხს. მე შემიძლია სამართლებრივი კონსულტაციები შევთავაზო, აი რა ვიცი კიდე რა შეიძლება, აი რა ცალკე პრესკონფერენციას თუ მეტყვიან, აი ჩავატარებთ და ბატონო და ყველანაირად მათ შორის ჩვენი მედია რესურსით ამ ხრივ ვიქნებით აუცილებლად ჩართული და აი უბრალოდ ამ მომხმარებელსაც რომელმაც ეს კომენტარი დაგვიწერა დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენი გამოხმაურებისთვის და უბრალოდ იცოდეთ რომ ამ საკითხზე ჩვენი გუნდი მუშაობს ამზადებს ცალკე მზადდება ამ ყველაფერზე მასალა და ალბათ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ კონკრეტულად აი ამ საკითხზე ძალიან საინტერესო გადაცემას მათ შორის ეს ადამიანები მშრომელები ხშირად არიან ხოლმე ჩვენი სტუდიის სტუმრები ჩვენთან არის სოციალისტური დრო ასეთი გადაცემა ილია ლობჟანიძესთან რომელსაც ხშირად ყავს ხოლმე მსგავსი ხშირად აშუქებს მსგავს პრობლემებს არც მე ვიქნები ამ შემთხვევაში გამონაკლისი და უახლოეს მომავალში, როდესაც უკვე უფრო არსებითად კარგად გავერკვევი მე თვითონ ამ პროცესში, საკმაოდ ესეთი შრომატევადი არის, არ გეგონათ, რომ ეს ერთი ფურცლის გადაკითხვით ხდება ამ ყველაფერში გარკვევა და შემოგთავაზებთ ამ თემაზე, ეს არ არის ჩვენი ყურადღების მიღმა, პირიქით, ცენტრალურია ჩვენთვის სწორედ სოციალური საკითხებზე გქონდეს ხოლმე საუბარი. დიდი მადლობა ბატონ კახა, დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს, შეგახსენებთ, რომ მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი კახა ძაგანია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ვზანდებოდით.